საღამოშვიდობისა, პატრიოტულ მაყურებლებო, ქრისტიანებთან მოგესალმებით. ეთერში გადაცემა საუბარი მოძღვართან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთაისის წმინდა მოწამეთა თავავითა კონსტანტინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლაზარე კანდელაკი. დაგვროცეთ მამა ლაზარე. იცოცხლეთ მამა. კიდევ ერთხელ ქრისტიანებთან მამა. ჭეშმარიტ და დაასდგან ბოლოს დაესწარით. მადლობა თქვენ და მაყურებლები. იცოცხლეთ. მამა ლაზარე, ეხლა გამორჩეული დღეები იყო, დღესასწაულები იყო, იმ კვირაშიც, ამ კვირაშიც დღეს მაგალითად ანდრია პირველწოდებულის სცენების დღე არის და მოდი ჩვენ დავიწყოთ ჩვენი გადაცემა კვირის სახარების განმარტებით და შემდეგ შევეხოთ სხვა თემებსაც. დიდება უფალს. იცოცხლეთ. დღევანდელი უბრალოდ გუშინდელი დღე გახდათ მეოთხე კვირა აღდგომის შემდგომ პასექიდან და სახარება, რომელიც ამ კვირას ეგება, ძალიან საინტერესოა. შეიძლება შევეხოთ და განვიხილოთ. კი ბატონო. სახარება არის დავრდომილის განკურნება ბეთესდაში. ასე გვაუწყებს იოანე მახარებელი, როდესაც უფალი იერუსალიმში იმყოფებოდა, იქ არის იერუსალიმში ცხრის კარიბჭესთან საბანელი, რომელსაც ქვია ებრაულად ბეთესდა. ეს და რომელსაც გააჩნდა 5 სტოა. ეს საბანელი იყო ხელოვნური პატარა წყალსაცავი, ძალიან პატარა ზომის, რომელსაც რატომ სპეციფიკურად დაერქვა სახელი ცხრის საბანელი და ცხრის კარიბჭე, ვინაიდან აქ და ამ ადგილას მოყავდათ შესაწერი, ველი აღთქმის შესაწერი, ცხრები და საბანელი კიდევაც იმიტომ დაერქვა, რომ სანამ უფალთან ცხვარს მიიყვანებდნენ, ასუფთავებდნენ, წვენდნენ. განბანდნენ და ესეთი სპეციფიკური ადგილი გახდათ. რომელიც სპეციალურად ამისთვის იყო შექმნილი და 5 სტოა ჰქონდა, ესეთი სტოა ნიშნავს განყენებულ ადგილს და დამოუკიდებელი 5 შესასვლელი იყო. ესეთი წრიული ფორმის, ახლაც ამის ნარჩენები იერუსალიმთან, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ხელოვნური მინი აუზი არ არსებობს, მაგრამ ადგილი ეციან სადაც იყო. და ამ ადგილას ბატონო ჩემო გროვდებოდა ძალიან დიდი რაოდენობით ავადმყოფები. ასე არის აღწერილი სიტუაციით სახარებაში. აქ იწვა სიმრავლე უძლურთა, ბრმათა, კოჭლთა, გამხმართა. ეხლა ეს შესაბამისობაში დღევანდელ სამედიცინო ტერმინოლოგიასთანაც შეიძლება რომ მაგალითად გამხმარი, ესე განრღვეული, იგივე პარალიჩიანს გულის უძლურია სხვადასხვა დაავადებები, მავიცით, კოჭლი თავისთავად, რომლებიც ელოდნენ წყლის ამოძრავებას. ეხლა უცნაური რამ ხდებოდა ამ ადგილზე, ეს საბანელი სადაც იყო და წყალი გროვდებოდა, იქ როგორც კი აიმღრეოდა წყალი, ამოძრავდებოდა, რაიმე მოძრაობა შეინიშნებოდა დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე, არც ქარი ამოძრავებდა მათ და არც მიწისძვრა, რა თქმა უნდა. შიგნიდან აიმღრეოდა. უცნაური მოვლენა თვითონ ხალხმა შენიშნა, რომ ამ მოვლენას თან სდევს სასწაული. ვინც შეეხება ამ წყალს იკურნებოდა და ეს იყო უშუალოდ უფლის ჩარევა, რათა განკურნებულიყო სნეულები და ანგელოზი აღამღრებდა ამ წყალს და ღვთის წყალობით და მადლით ხდებოდა ეს სასწაული. ახლა ესე რომ ვთქვათ, დღეს დღევანდელი მედიცინა ისე განვითარებული, ადრე ადამიანო არც იცოდა რა იყო განკურნება. თუ დაავადდებოდა, მისთვის ეს სცენი ან პერმანენტურად ზარდი იყო, ან შეჩერდებოდა რაიმე სახალხო მედიცინის მეშვეობით, ან რაღაც ჩარევით და ასე შემდეგ. იმ დროსაც კეთდებოდა, რა თქმა უნდა, ოპერაცია, მაგრამ
თანამედროვე დონეზე რო არის განვითარებული მედიცინა, იმ დროს არ იყო ეს და დიდი სასწაული იყო, როდესაც ჩავიდოდა ადამიანი და ღმერთის წყალობით ღვთისგან დაშვებით აბსოლუტურად განეკურნებოდა სცენისაგან. ესეთი საინტერესო ადგილი გახლდათ ბატონო ბეთესდა, რომელიც თარგმანებაში ნიშნავს მოწყალების ადგილი, მოწყალების სახლი. უფლის ანგელოზი დროდადო გადმოდიოდა საბანელში, ამღვრევდა წყალს, ვინც პირველი ჩავიდოდა წყლის ამღვრევისას იკურნებოდა. რას ნეულებითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი. ნებისმიერ ნეულებას კურნავდა ბატონო ჩემო ის ადგილი სახელად ბეთესდა. ეხლა უკეთესი ადგილი იყო, რა თქმა უნდა, ვიდრე თანამედროვე გერმანული მედიცინა. რომ დღეს კი გვეხმარება თანამედროვე მედიცინის მიღწევები და სხვადასხვა ქვეყნების უძლეველი სამედიცინო გადადგმული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, გვაუწევს, მაგრამ იმ დროს ეს ძალიან დიდი სასწაული გახლდათ. და წერია, რომ იქ იყო ერთი კაცი, რომელიც 38 წელი იყო უძლურებაში. თავისთავად ამას რო კითხულობ, კიდევ გინდა გადაიკითხო ეს, იმიტომ რომ ეს იოლი წასაკითხია ფურცელზე. 38 წელი იყო უძლურებაში და ანახან ჩვენ თავს რო გადავხედავთ. და ან რამე ესეთი დაავადება შეგიპყრობს, რომ იცი რა თქმა უნდა ინკუბაციური პერიოდი გრიპის არის 7 დღე, მერე თავისთავად გამოჯამთრება 14 დღეში, ბოლოს და ბოლოს ერთ თვეში მორჩები. და იგი არის ჩვენთვის ესე რომ ვთქვათ, ძნელად სატვირთავი და აუტანელი, მომაბეზრებელი წუწუნებს, ხო, თავისთავად მოძდებს მას ყველაფერი და აგერ ჩვენ ხედავთ ესეთ რამეს, რომ ცოტა ძნელად აღსაქმელი ეს 38 დღე არაა, ესა 38 წელი ადამიანი იყო ავად. თავისთავად ეს ძალიან ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. ვერ დადიოდა ფაქტიურად. დავარდნილი. და აუზიდაც ვერ ჩადიოდა. დაკონკრეტებული არის. ნახა იესო მწოლარე გულისხმაყო, რომ მრავალი წელი იყო უძლურებაში და უთხრა მას. ახლა რა უთხრა მაგას მე გამოვხილებ, ყურადღებას წარმოიდგინეთ წოლარი ადამიანი 38 წელი ერთი და იგივე ადგილას მინდა გაუსვა ხაზი იმას, რომ ეს რო ის აიღვრეოდა ეს წყალი არავინ იცოდა. იმიტომ რომ შეიძლება აღვრეულიყო ერთ დღეს, შეიძლება აღვრეულიყო 2 თვის მერე, მაგრამ ყველა ელოდა ამ აღვრევას. ო და ეს ახლა წინასწარ რო იცი მოვლენა რო ეს გავა ბოლოს და ბოლოს ესა თუ ის დაავადება მოჭამს თავისას და განთავისუფლდები წამლებს მიიღებ, კიდო საშველს უყურებდა. აგერ რო იცი რომ უნდა აიმღვრეს, ვერ მიდიხარ, ან აიძულებს შენ თავს რომ მიჩვენე რომ პირველი მოხდა. თავისთავად სხვა მოგასწრებს. მერე უკან უნდა დაბრუნდე რომ მეორე წელიწადში ერთხელ ხდებოდა. კიდევ დაელოდო ამ ესე რომ ვთქვათ, ნუგეშის, იმედის, უიმედობის, წვალების და ესე რომ ვთქვათ, ჭირვარამის ჭიდილში იმყოფებოდა ეს ადამიანი, ცალკე დაავადება და ცალკე ესე განკურნების სურვილი და აუსრულებელი ოცნება. და თავისთავად ეს თავის მხრივ გამოწვთნიდა ამ ადამიანში მოთფინებას. და მოთფინების შედეგად უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს ადამიანი ძალიან გულისხმიერებაც არაა საჭირო. წიგნიდან ჩანს, რომ ეს ადამიანი იყო უკიდურესად მომთფენი და თავმდაბალი. იმიტომ რომ ეხლა უფალი ვიცით ჩვენ, რომ არაფერს არ აკეთებს ადამიანის ნების და თანხმედრის გარეშე, ესე რომ ვთქვათ და ამიტომ ესეთ შეკითხვას უსვამს, რომ გინდა გამოჯამრთელდეო? რა ცოტა შეიძლება იმათ მოგეჩვენოს, რომ ვის არ უნდა ჯამრთელო. მაგრამ არის ახლა უამრავი ადამიანები არის თავიანთ სიამაყესთან ერთად ცხოვრობენ, ნუ მასწავლის შენ ჭკუას ასეთი ტიპის ადამიანი მინდა ვიქნები ასეთ მდგომარეობაში და შენ მე თუ ვლოთო შენ რას გერჩი ძმობილოს ესე რომ ვთქვათ ჭყალებში მდგომარეობაში იმყოფება. ანუ ავნებს საკუთარ თავს გარეშე მყოფ ადამიანებს თვითონაც ვერ განიცდის ამას, სხვებს კიდევ ვერ უყურებს სხვების მდგომარეობას და აქედან გამომდინარე გონია რომ ფაქტურად ჯამრთელია. მაგრამ ნამდვილი
ჯანმრთელობა არ იცის რა არის. ამიტომ უფალი ეკითხება, გინდა გამოჯანმრთელდეო? პასუხად ღებულობს ესეთ რო ვთქვათ, თვინიერ მიგება არის ესე დავდომილიდან ასეთ სახით. მიუგო მას უძლურმა, ბატონო, კაცი არა მყავს, რომ როცა აიმღრევა წყალი, ჩამაგდოს მე საბანელში, ვიდრე მივალ მე, სხვა ჩემზე წინ ჩადის. ამ კაცმა არც იცის და ვერც გულისხმობს იმას, რომ მის წინაშე საერთოდ ამ საბანელის გამჩენიც, ანგელოზების შემოქმედიც, ამღრევის და ყველაფერი ერთად მის წინაშე არის და მისი ბრძანები და ძილღებია წყალი. თან არც წუწუნებს ახლა ჩვენ ვიტყოდით მაგალითად ხო გამეჭირეს საქმე 38 წელი აგებწევა ხანე კოჭლი გადამასწრებს, ხან ბრმა მომასწრებს, კაცი შვილი ჩემი პატრონი არა დავიწყებდი წუწუნს. მამამ შეიძლება მაგედან კაცი კიდევ უფრო გაბოროტეს, კიდევ უფრო არის. კაც მოძულე გახდეს. კი, მაგრამ ეს ადამიანი სხვა გზითაა წასული, ხო უყურე? ხოლო ფაქტის კონსტატაციას ახდენს დანანებით. და თხოვნით, ესე იგი თოვნაც ესე იგი გამოსჭვივის ესეთი თავდაბალი, რომ ესე არავინ მყავსო მეო, რო ჩამაგდოს შიგნიო და ასეთ მდგომარეობაში ვარო რა და ღმერთს ამინდობილ და ფაქტიურად კი აქ იმედი რო განიკურნოს, მაგრამ თავის მდგომარეობას აღიქონს როგორც ესე იგი ჯვარს. უთხრა მას იესო. ახლა ეს არის საოცარი რამე. როგორც კი მიიღო გამოხატა ამ ადამიანმა სურვილი იმისა, რომ უნდა გამოჯანმრთელება, უფალი ეუნება. ადექი აიღე შენი საწოლი და იარე. ხაზი უნდა გაუსვათ ახლა იმას, რომ ეს მოვლენა ხდება შაბათს. და შაბათი ისეთ დღე იყო, ისეთი ამოჩემებული რწმენის საკითხია იუდეაში შაბათის დღე, რომ ამ დროს არ შეიძლება არაფერს კეთება. არც სინათლის ანთება, არ ჩაქროვა, მაცივრის გაღება, მაცივრის დაკეტვა, გარაჟის გაღება, ავტოფარეხის გაღება, დახურვა, არაფრის კეთება არ შეიძლება იმ ზომამდე სკრუპულოზურ პედანტურ შესრულებამდე ყავთ აყვანილი იუდეველებს თავიანთი შაბათის კულტი. რაზედაც მაცხოვარ სხვა ადგილას მიუთითებს, რომ ადამიანია შექმნილი, შაბათი ადამიანისთვის შექმნილი და არა ამ ადამიანის შაბათისათვის და ამიტომ ამაზე მაღლა აყენებს და ხას უსვამს და ეუბნება ესეთ რაღაცას, აი შენ თუ გწამს ამისი ადექი, აიღე შენი საწოლი და იარე. აქ მარტო რწმენას კი არ ეთხოვს ამ დავდომილიდან, არამედ იმის შეგნებას, რომ ის დადგეს მაღლა ამ უგუღმართი მისწრაფებებისა და პრინციპებისა და ესე ამოჩემებული ესე ვთქვათ ვითომსჯულის აღსრულების საშუალებებზე. და ეს იარი არის სწორედ ის, რომ შაბათს უნდა მას გადაეადგილებინა თავისი წვერიანი ესე მიძონძგლული და ესე ტალახში ამოსული თავისი საწოლი. ამას ახლა ისეთი არსებით მნიშვნელობა სხვა არაფერი ქონდა გარდა იმისა, რომ შაბათზე მაღლა დამდგარიყო ადამიანი და ეჩვენებინა ეს ფარისეველთათვის და მწიგნობართათვის, რომლებიც გადიდებული შუშით უყურებდნენ ამას ყველაფერს. ასეთი ისე რომ ვთქვათ, პარალელურ გავავლოთ, ძალიან ბევრი ამოჩემებული მისწრაფებები გაგვაჩნია ჩვენს წარსულშიც ქონდა, რომელზეც მაღლა უნდა იდგეს თითოეული ადამიანის ბედი, ღვალი და სურვილი. სამწუხაროა თუ კი უფალს არ იცნობს ადამიანი იესო ქრისტეს, ვერც ვერასდროს მიხვდება, რომ ის დროის სულით მოტანილი ნებისმიერი ან კულტივირებული, ან ატაცებული მისწრაფება, რომელიც ხალხში გავრცელებულია, განკარდება თავის დროს. და აღმოჩნდებით იმის პირისპირ, რომ მაგალითად დღესდღეობით ახლა 1920-იან წლებში რომ გეთქვა, რომ ეს კომუნიზმი და აშენდება და ესეთი სამყარო იქნება, რომლის დროსაც ფული გაქრება და აღებმიცემობა და ყველაფერი იქნება და მოკლავდნენ ფაქტიურად, გაგანადგურებდნენ და დღეს სასაცილოა ყველამ კარგად იცის რა არის. ასეთი ამოჩემები დღესაც ძალიან ბევრი. ზოგს ის უნდა, ზოგს ეს უნდა, მაგრამ ამის მიღმა
იმდენად დაბრუნებული არიან თავიანთი სურვილებით და ბრჭყალებით, რო ვთქვათ, შაბათებით, დღევანდელი შაბათებით, რომ ვერ ხედავენ, რომ ყველაზე მაღლა ერთადერთი მისწრაფება და ერთადერთი სურვილი უნდა გააჩნდეს ადამიანს, ესა უფალი იესო ქრისტეს რწმენა და მისი მსახურება. ყისვე გამოჯამრთელდა ეს პიროვნება, ის კაცი აიღო თავის საწოლი, წავიდა და იყო შაბათი იმ დღეს. ეუბნებოდნენ იუდეველები განკურნებულს. შაბათია, ახლა შეხედეთ, ამ დროს არის ორი ესე რომ ვთქვათ, მტრული გრძნობა, რომელიც შეიძლება დაემართოს ადამიანს სიკეთის დანახვის დროს. ეს არის ერთი შური, მეორე მოთნეო, პირმოთნეო. ესე იგი, როდესაც კაი საკეთებ, უი დედა რა კარგი ხარ, მშვენიერი ხარ, რა კაი სიკეთე გაიკეთებია, ამიტომაც უფალი განკურნების მერე გაქრა, წავიდა. რომ დიდება არ უფლის ჭეშმარიტი თავმდაბლობა თვით უფალია. ერთი თუნდა მამა ამბობს, რომ ხო, უფლის ღმერთის საფარველი სიმდაბლეა, ერთ-ერთი თუნდა მამა ამბობს, რომ შესამოსელი არის, უფლის შესამოსელი სიმდაბლე, თავმდაბლობაა და გამომდინარე აქედან ის გაურბის ამას. ვიცით ჩვენ ამის ფაქტები მრავალგზის, როდესაც უფალი ეუბნება, არ გაამხილო ეს სასწაული, არ თქვა, ან მაგალითად გადაგცევ 5 პურის 2 თევზის დროს განეშვერება ერს, რომ არ კონდეს ადგილი არასწორ მისრაფებებს, გულითად გრძნობებს უფალთან მიმართებაში. ესაა ერთი მიზეზი და მეორე შური. როდესაც ფარისევლები და მწიგნობრები აგერ საუკუნეების განმავლობაში ეუბნებიან, რომ შაბათის ჯული აუცილებელია და ამისთვის, ესე იგი, ახლა საჭიროა და ამითინ მივიახლებით ღმერთს და ასე შემდეგ, ეს არის ასეთი სკრუპულიოზული დაცვა, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში არის დამანგრეველი ადამიანისთვის და პირიქით ამნაირი ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც მოვიდა და ამ დროს კურნავს, არის შურის საგანი, იმიტომ რომ ის ძალაუფლებას და ხელისუფლების, ესე რომ ვთქვათ, სამღვდელმსახურო ხელისუფლებას ართმევდა მათი გადმოსახედიდან მათ. არადა პირიქით იყო, როდესაც განკურნავდა, ეუბნებოდა, რომ წადი მღვდელმსახურთან და შესაწირი გაიღო. ესეთი აღმასრულებელი იყო ჯულისა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ 38 წელი კაცი რო იწვა იქ და არც არავის მოვიდა თავში, ერთხელ მაინც გადაეყვანა, ან მოეკითხა, ან ჩაეგდო ამ საბანელში, იქ გადაღმავლებით იქნებოდნენ ეს ებრაელები ხომ მორწმუნე და მორწმუნეა, კაია, ეს კაცს არ მიეხმარა, სხვას მაინც მიეხმარებოდა. რაღაც რიგი მაინც დაეყავებია. ხო, და ანუ აქ ესეთი რაღაცაა, რომ ეს კაცი მიტო განიკურნა, რომ იყო მომზადებული ქრისტესათვის და ქრისტეს მიმდევრობისთვის. ფაქტურად ეს კაცი იყო მოუნათლავი ქრისტიანი. იმიტომ რომ 38 წლის განმავლობაში მან თავის თავში ყველაფერი გაიაზრა. ეს ყოველთვის ასეთი არ იქნებოდა თავისთავად და ამ გარემოებმა ავადმყოფობამ შინაგანი გამოჯამრთელება გამოიწვია პირველ რიგში ამ კაცის. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანს ავადმყოფობა ძალიან ბევრ რამეს ახსენებს და საკუთარ თავს ჩაახედებს, თავის შეცდომებს. არის პირუკ მდგომარეობა, როდესაც გამძვინვარდება პირიქით ადამიანი. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მაგრამ ამ პიროვნების შემთხვევაში იმდენად მიეახლა მას ღვთის მადლი და წყალობა, თვითონ კი ვერ ჩადიოდა საბანელში, მაგრამ თვითონ ღმერთი მივიდა მასთან განსაკუთრებით. და ესეთი უცნაურია შეკითხვა სვამენ ისე, რომ რატომ მაინც და მაინც აქ იქნებოდა კოჭლები, ახლა არც ახლა აკლია, ბრმები და კოჭლები თანამედროვე მედიცინის პირობებში. ახლა ყველა სხვა არ აქვს თავი წავიდეს და ოპერაციის ფული გადაიხადოს და ასე შემდეგ, მაგრამ იმ დროს ხო საერთოდ არც მედიცინა იყო და უფულოებიც იყვნენ, ხო, ორივე ერთად იყო და აქ იქნებოდა, ხო, უამრავი ადამიანი და რატომ ამდამაინც ეს პიროვნება? ესეთი შეკითხვა ისმის და იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს პიროვნება იყო
ყველაზე მეტად მზად ამისათვის მზად მომდა მე მგონი ეს პიროვნება იყო ალბათ წლოვანობით რა ვიღოთ ყველაზე ის ვინც ამდენი წელი გაძლო და უცდიდა ამ სასწაულს მაგიც კი სტატისტიკურად მე მგონი ასეც იქნებოდა ასეც იქნებოდა რომელიც ჟინიანობის ელემენტიც იყო 38 წელი ელოდებოდა აქაც ხო მოთმინება ჩანს 38 წელი ფაქტიურად ერთ ადგილზე იყო გააძლო ამას ყველაფერს ხო სულიერება უნდა და თავისთავად გულში რა იქნებოდა ეს გულში რა მიმართვა იქნებოდა და ამ 38 წლის განმავლობაში ხო მან უფალმა უწყის და ძალიან საინტერესოა ამ ადამიანის მდგომარეობა თან ღმერთი მივა მასთან უშუალოდ ესეც ხაზგასაღებელია შემდეგ ამ ადამიანს არც გარემოს ეშინია არც ციგნოვრების ეშინია უნდა ხაზი გაუშვათ რომ მოციქულებსაც ეშინოდათ და ყველას მაგრამ ამას არ ეშინია და როდესაც ეკითხებიან რატო აიღეს საწოლიო და რატო მიუგო მათ ციგნოვრებს რატო აიღეს შენი საწოლი და რატო გადაადგილი და შაბათი რო არის რატო განიკურნება ხა ასე შეიძლება ადამიანის განკურნება გაგეხარდეს ხო მინიმუმ ახლა ადამიანს როდესაც მეორე ადამიანის სიკეთე არ გაუხარდება ამას ქვია ბოროტება ხო და შური ხო და მან მიუგო მათ ვიც გამკურნა მე მან მითხრა აიღეს საწოლი და იარეო ეს ნიშნავს ირიბათ ნათქვამს რომ თქვენ კი ხართ ჯულის მოძღვეება და თქვენ ვერ გამკურნეთ და ვინც მითხრა გამკურნეო იმან მითხრა აიღეო იარეო და იმაზე მეტი რა უნდა იყოსო ანუ იმან უფალი იცნო და აბა ვინ იყო იმ დროს გამკურნელი უფლის გარდა ეკითხებოდნენ მას ვინ არის ეს კაცი ვინც გითხრა შენ აიღე შენ საწოლი და იარეო ეკითხებიან განკურნებულმა არ იცოდა ვინ იყო რადგან იესო მიეფარა ხალხს აი მიეფარა თუ გაუსვემას ხაზი რომ ცდილობდა უფალი რომ დაფარულში ეკეთებია სიკეთე რომელიც იყო იმ ადგილს ამის შემდეგ ნახა იგი იესომ ამ საუბრის შემდეგ როდესაც ეს საუბარი წიგნოვრებს ფარისევლებსა და ამ განკურნებულ ადამიანს შორის ჩატარდა და უთხრა მას აჰა გამოჯამრთელთი ნუ უღარას ცოდავ რათა რამე უარესი არ შეგემთხვიეს შენ ესე იგი აქ ფაქტიურად ჩანს მიზეზი რის გამო იყო ეს კაცი დასნეულებული რაღაც სულიერი ცოდვის და გამო იყო დაავადებული რომელიც არ უნდა გაემეორებია ან სხვა უარეს ჩაედინა რომ არ დამართნოდა იგივე ან უარეს მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყო ეხლა თავისთავად არის ესეთი სასწაულები რომელსაც უფალი იქმს გამოსაჯამრთელებლად ამ შემთხვევაში ეს დაავადებული ადამიანი იყო დასჯილი ცოდვის და გამო ავადმყოფობით რათა მისი სული ყოფილიყო გამოჯამრთელებული და შეხვედროდა ესე რომ ვთქვათ მარადისობას უკვე სულიერად მომწიფებული მადლში და არის ისეთი ხალხი რომელსაც ღვთის სადიდებლად მხოლოდ და მხოლოდ ეძლევათ სასჯელი ესეთ შემთხვევაც გვაქვს რომ როდესაც ეკითხებიან ამის მამამ შესწოდა თუ დედამო და არა რათა აღსრულდეს ღვთის დიდებაო ამის მიზეზებს ჩვენ აი აქ განმარტა უფალმა რის გამოც იყო დასჯილდა სინამდვილეში შინაარსის წვდომა ცნეულებების, წუხარებების, განსაცდელების, რომელიც თავს გვატყდება, არ არის იოლი. მეტად ეს რთული საქმე არის და ყველა ადამიანი ნებისმიერ წუხარებისას კარგი იქნება თუ კი სადმე სხვაგან კი არ გაიშვერს თიც ან ვინმეს კი არ დააბრალებს თავის დატეხილ განსაცდელს თუ წუხარებას, არამედ საკუთარ თავს რაღაცას დააფიქრებს, რაღაცაში წარსულში გაიხედება. უამრავი ლიტერატურული ნაწარმოებებია, კინო ხელოვნებაც შეეხმიანება ამ არა მარტო წიგნები, შეეხმიანება ამ პრობლემას, როდესაც ადამიანი თავზე დატეხილ სასჯელს სადღაც წარსულში ეძებს.
თუმცა არის ესეთი ადამიანები, რომლებიც სხვას აბრალებენ და ეს სხვისი დაბრალებლობით მადლს განეშორები არ გაქვს მოთმინება და მწუხარებას არ შეგერაცხება როგორც ქრისტეს ჯვარი. ესეთი სულიერი, ესე რომ ვთქვათ, ნიშნული აქვს ამ შინაგან ცხოვრებას, მწუხარებისას და განსაცდელის ჟამს. განსაკუთრებით აქტუალური არის ეს ყველაფერი დღევანდელ დღეს, რომ შეიძლება პარალელი გაავლოთ დღევანდელ დღესთან მიმართებაში. ადამიანი დღეს ცხოვრობს განსხვავებულ ეპოქაში, განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგას, მწუხარებებს და განსაცდელებს ისეთი, ესე იგი, უცნაური და გამომწვევი და მძაფრი სახე აქვს, რომელიც მანამდე შეიძლება ითქვას არც იყო. გარდა ამისა, განელებულია სიყვარული ადამიანის შორის და აქ თუ ვხედავთ, რომ საერთოდ 38 წელია არავინ მიაქცია ყურადღება, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ამ კაცს ხედავდნენ იქ და დღეს ესეთი დრო არის დამდგარი, რომ შეიძლება ვერც დაგინახონ. კიდევაც რომ აი ესეთი მრავალგზის უთქვიათ ჩემთვის და მოუყოლიათ, რომ აი წავქცეულ ვარ უცხოეთში და საერთოდ ხალხი დადიოდა და ვერც ხედავდა. ესე იგი შეიძლება საქართველოშიც ხდება ამნაირი, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი სიყვარულის განელება არის ძალიან ბოლო ჟამს როგორც ამბობენ, ნამდვილად ის ხდება. ამიტომ ამ დროს ბატონო ჩემო ძალიან ხაზგასასმელი არის საერთოდ და მოუხმოთ ჩვენ თავს და საერთოდ თუ კი ვიწოდებით ქრისტიანებად და გვაქვს სურვილი რომ ქრისტიანობაზე ვისაუბროთ, კი არა ვიცხოვროთ, ანუ ცხოვრების წესად ვაქციოთ ჩვენი ქრისტიანობა, მაშინ ყურადღება უნდა გამომახვილოთ ადამიანზე, ანუ შენ მოყვასზე, ვინც არის შენს ირგვლივ და არ ჩავარდეთ იმ უამრავი ხალხის დღეში, ვინც ამას 38 წელი უყურებდა და არანაირი თანადგომა არ განუზრახია. შეიძლება განიზრახა კიდევაც, მაგრამ არ გააკეთა და ძალიან ესე იგი თავში მომდის ახლა პატრიარქის მიერ უწმინდესი და უნეტარესის ჩვენი პატრიარქის ილია მეორეს მიერ გასმულ გამოთქმული დიდი, ესე რომ ვთქვათ, დიდი რამ, როდესაც ხაზს უსვამს, ერთ-ერთ გადაგებაში მე უბრალოდ მოკლე მონაკვეთი მახსოვს, როდესაც ამი ყოფს ამ სიყვარულის იერარქიას ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ესეთი სამი ძირითადი კონცეფტი არის წარმოდგენილი და ღმერთის მიმართ თავისთავად რწმენა გვმართებს და ეს რწმენა უნდა იყოს ცოცხალი. და ცოცხალი და ცხოველი რწმენის გარეშე ეს რწმენა ფუჭია. გარდა ამისა, უპირველესი ის უნდა იყოს ჩვენი მისწრაფე, მერე ჩვენი სამშობლო, ანუ ერთობლიობა ჩვენი ხალხის და მესამე ადამიანი. ადამიანი, იმიტომ რომ ის შენს ირგვლივ არის და თუ კი მაგალითად ღმერთი საძებარია, სულიერად მუდმივად უნდა ვეძებოთ და უნდა ვიწვრთიდეთ უფლისა მიმართ, რომ უფლის წყალობა და მადლი მოვიღოთ. აი ადამიანი არა საძებარი, ჩვენს ირგვლივ. ხო და ამაზე უფალიც ამბობს სახარებაში, რომ მეო წავალო თქვენგანო, როდესაც ის ხალი დედაკაცის ზეცაცხებს და თვით წარხოცავს, მაგრამ ესენი მათხოვრები იუდა ეტყვის, რომ ესეთი გაგვეყიდაო მათხოვრებისთვის, ესენი სულ თქვენთან იქნებიან. ანუ უნდა ითქვას, რომ ყველა ადამიანი ჩვენი მოყვას ჩვენთან იქნება სულ და ამიტომ სახარებაშიც ხაზს უსვამს, რომ იქ ის კი არ წერია, რომ ვთქვათ, ავად ვიყავი და არ განგურნეო. აქ წერია, რომ ავად ვიყავი და არ მეხილეო, არ ვნახეო.
შიშველი ვიყავი და არ შემოსევ. ესე იგი, იქ საუბარი არის, რომ შენი შესაძლებლობებით რაც არის უბრალოდ ადამიანურად რაც შეგიძლია ადამიანურად ის გამოხატე და ფაქტიურად აქ აქვს ადგილი იმას, რომ თანაგრძნობის და განცდა მოყვასის განცდის ელემენტარული ანიბანი უნდა გაგაჩნდეს. თუკი თქვათ ამ ისევ და ისევ ქრისტიანობაზე ვსაუბრობთ, გაქვს პრეტენზია და არა მხოლოდ გარეგნულად მონათლულები ვართ და ასე შემდეგ. ამის გამო არის ზუსტად ეს ხაზგასმული აქ თანაგრძნობა, რომელიც უფალმა მოიჩინა. პირველი ქრისტიანი იყო, უფალი ახლა ამ კაცისთვის. მამა ლაზარე, აი რადგან ამ საკითხს მივადექით, დღეს რატოღაც ადამიანებს გონია, რომ ჩვეულებრივი მოვლენა, აი ის თვლის, რომ სხვაზე უკეთესი ქრისტიანია, სხვაზე უკეთესი ეკლესიურია და მეაჩნია, რომ სხვა უნდა განეკითხოს. სხვაზე უნდა მოითხოვოს, რომ ეს რატო ხდება, ამ პასუხი უნდა აგოს, ის რატო ხდება და უფალი ჩვენ ამას არ გვეუბნება, არ გვასწავლებს, ხო? უფალი გვეუბნება თანაგრძნობას, გვერდში დგომას და ლოცვას, დახმარებას და გვეუბნება, რომ გამკითხველი მე ვარ. ხო და აი დღეს რატომ ადამიანების უმრავლესობას გონია, რომ აი სოციალურ ქსელებში რო გამრავლიან და დაიწყებენ, განიკითხავენ პატრიარქსაც, მღვდელმთავრებსაც, რეებს არდებენ საერთოდ და თუ რამე ღვთელზე დადეს, მე რა ამბავი ატყდება, წარმოგიდგენთ ალბათ თქვენც აქ საკითხული, როგორ ლანძღავენ და ამათ გონიათ, რომ სხვაზე უკეთესები არიან. და ის თავარი ავიწყებათ, რომ შენ გამკითხვა გვერდში დგომელი უნდა იყო. ესე იგი, რას ვიტყოდი ახლა მე, რაც შემიძლია რომ ვთქვა ღმერთის წყალობით, თავისთავად ახლა რომ არ უნდა განიკითხო, ყველამ კარგად იცის, მაგით თეორიულად, ვინც ილანძღება, ვინც არ ილანძღება, მაგრამ რასთვის ცხოვრობ, ადამიანი უნდა დაასვა ეს შეკითხვა შენ ცხოვრებაში, რომ რისთვის ცხოვრობ, ხო? თუ ცხოვრობ იმისთვის, რომ შენი გაიტანო, შენ გნებავს დიდი, გნებავს მერკანტილური, ჰედონისტური მისწრაფებები, აისრულო, ყველაფერი გაგაჩნდეს, რაც შესაძლებელია. ეს წუთის სოფელი გამოტყვირო, გამოხრა, როგორთაც შენ გაწყობს, ისე იცხოვრო, მაშინ აქ საუბარი არ აგვაქვს ქრისტიანობაზე, ქრისტიანობა არ მსჯელობს ამ საკითხზე. და თუ კი ჩვენ ვფიქრობთ ქრისტიანობაზე და გვაქვს სურვილი, რომ უფლის მიმდევრები. მამა ბოდიში რეკლამის დრო და შემდეგ გავაგზავნო ჩვენი საუბარი. მაბადიეთ. მოგესალმები selfie სულიმიტო აპლიკაციების სამყაროში. აქ შეგიძლია გაიაქტიურო Connect პაკეტი და საჭირო აპლიკაციები ულიმიტოდ გამოიყენო. მიწერე მეგობრებს, მოიკითხე შორეული ნათესავები და ნათესავის ნათესავები. ან ყველა ქრაში ერთდროულად. განსტორე ყველა selfie და სკროლე ყველა სიახლე. თან 1 მეგაბაიტიც აღარ გეხარჯება. აირჩიე პაკეტი, ისერგებლე საყვარელი აპლიკაციებით 30 დღე ულიმიტოდ და დამატებით მიიღე 3 გიგაბაიტი ინტერნეტი. აქტივაციისთვის გამოიყენე My Selfie აპი. USSD კოდი ან ეწვიე selfie.gis. მაღალი მოთხოვნის გამო ევროკრედიტში ავტოსესხზე აქცია 31 მაისამდე გახანგრძლივდა. დაიმტკიცი 100,000 ლარამდე სესხი რამდენიმე წუთში. ავტომობილის უზრუნველყოფით გაცემის საკომისიოს გარეშე. თვეში ნომინალური 1.95%-დან, ეფექტური 2.9%-დან. შეავსე ონლაინ განაცხადი. მოდი ფილიალში ან დაგვირეკე. ინსულტი, დამახასიათებელი სიმპტომები, რისკ ფაქტორები და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. 13 მაისს 19 საათზე საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხებს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი, ნევროლოგიური სამსახურის უფროსი თამარ ჯანელიძე. ინსულტის განვითარების რისკ ფაქტორებია არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმი არითმია, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება, ასევე არაჯანსაღი ცხოვრების წესი და განსაკუთრებით საყურადღებო რისკ ფაქტორია ანამნეზში გადატანილი იშემიური ინსულტი და გარდამავალი იშემიური შეტევა. ყოველ სამშაბათს ტელერადიო კომპანია რიონის ეთერში პროფესიონალები აქტუალური თემების ირგვლივ
ნანა რობაქიძესთან ერთად. მამა გრძელდება ჩვენი გადაცემა და აი ზუსტად ჩვენ საუბრობდით განკითხვაზე და მე უფრო ჩავხმოვდი ამაში დავინახავდი რას იცი მამა უსიყვარულობას და სიძულვილს. იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ, შვილმა რაც უნდა შეცოდოს, ყოველთვის აპატიებ და სხვას რატო აპატიოთ? ესე იგი პრობლემა ჩვენშია, რომ ჩვენ თანაგრძნობა და სიყვარული არ გაგვაჩნია. ცოტა რთული არის, რომ ჯერ ანიბანიზე რო ვისაუბროთ, დღეს ისეთი დრო დადგა, რომ ისეთი ესე ვთქვათ, სარკაზმი, ცინიზმი, განკითხვა, სხვადასხვა ფორმები, ხშირად სიძულვილი, გნებავთ ბოღმა და ასე შემდეგ არის რიგითი გახდა უпростоრად რატომღაც რაღაც მოვლენებთან მიმართებაში ლეგიტიმური. ეს არის ძირითადად ის შეცდომა, რასაც ჩადის ქრისტიანი, რომ მას გონია, რომ თუ მეორეს, თქვათ, ამ შემთხვევაში ოპონენტს ესე დავარქვენდი სახელს, ეკუთვნის, მაშინ მან უნდა ეს მიუძღოს, ასეთია. ქრისტიანობა არის პირიქით. ქრისტიანობა არის რომ მოკლედ რომ ვთქვათ, აკურთხებდით მაწყევართავ. ესა ქრისტიანობა, ლოცვებდით მოზულეთავ. ასე გვასწავლის უფალი და თუ კი ჩვენ ხო, კი, რა თქმა უნდა, ამითინ ისარგებლებენ ისინი ცუდი ხალხი და სარგებლობენ კიდევაც იმითინ, რომ შენ პატიოცავ და მათ აკურთხებ, მაგრამ იქ სახარებაში გიწერია, რომ შენ ნუ იტყვი მოყვასზე რაკას და მუგუზალს უგროვებ მათ თავზეო და ასე რომ უფალს გადასცემს სამჟავროს და ისაა მსხვეველი. ეხლა ამ კიდევ ამ დავრდომილის მაგალითზე რომ ვთქვათ, ახლა აქ რატომ მივიდა ამასთან უფალი? ხუთ ერთი ათასობით ხალხი იქნებოდა, იქნე გაჯერებული. იმიტომ მივიდა, რომ მე ახლა არ ვიცი ამ კაცს გარძგულში ვიყავი, მაგრამ ვარაუდობ და წმინდა მამებიც ამბობენ, რომ ეს კაცი იყო გამორჩეული თავმდაბლობით და ამ სნეულებს ვინც იყო შორის ყველაზე უკიდურესად მიიჩნევდა თავის თავს. ყველაზე უღირსად მიიჩნევდა თავის თავს და ღმერთი ეძებს სწორედ ასეთებს. და თუ კი ადამიანის მისია არ არის მხოლოდ ამ ცხოვრების ტკბობა, არ არის ადამიანის მისია და არც უნდა იყოს, დღეს გადაიქცა 21 საუკუნის, მე-20 საუკუნის ადამიანი არის, ესე რომ ვთქვათ, დოფამინის მასდევარი ადამიანი. ანუ სიამოვნების დოფამინი ბენდერების ჰორმონათაა წოდებული ქიმიური ნივთიერება და სიამოვნებას დაძდებს მთელი ცხოვრება. ბავშვობიდანვე სიამოვნებას აჩვევენ. გაიზრდება მეტი ნაკადია სიამოვნების. შემდეგ ვითარდება ცხოვრება და ამ სიამოვნების ზდევაში ბატონო ჩემო საკუთარი თავის ირგვლივ ტრიალებს და ქრისტიანობა არის პირუკუ ცხოვრების წესი არის. ანუ შენი თავი დააყენე სხვაზე უკან. ესე იგი ეს მიიყვანა ეს განრღვეული, განკურნა და შენ დარჩი განუკურნებელი. ესე რომ ვთქვათ, წყალებში ესეთი ალოგიკური არის, ესე იგი ესე რომ ვთქვათ, ქრისტიანობა და ეხლა ეს თუ არ შეგვიძლია, როგორც მინიმუმ ის მაინც უნდა შევეცადოთ, რომ არ განვიკითხოთ ადამიანი. შენ შენ არ შეგიძლია მაგალითად მასთვის თავი გასწრო, მაგრამ ის ხო შეგიძლია რომ დაითმინო და შენ არ თქვა მეორე ადამიანზე ცუდი. აი ეს არის რა თქმა უნდა სამწუხარო და თან ცუდი ის არის რომ როდესაც შენ განიკითხავ, ესეთი სულიერი წესია, რა საზომითაც მიუძღვი, იმ საზომით მოგეზღვა შენ. ამას უფალი გვეუბნება გვაფრთხილებს. ხო და ამ გაფრთხილებას ახლა თუ არ აკვირდებით, ხო ესე შენ თავი არ ყვარები. არ იცი რომ შენ რომ ამას განიკითხავ, შენი შვილი, შენი ცოლი, შენი ქმარი, დედა, მამა ჩავარდები ისეთ მდგომარეობაში, რომ მე სანანებელი გექნება, ვაი, რა ვამევიღე ხმაო. ხო და ასე რომ
ჩვენ ადამიანები, აი მე თანაგზნობაზე ვილაპარაკე და თანალმობაზე ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ადამიანები ერთ დღეში ვართ ყველა. ერთ დღეში ვართ ჩვენი მიდრეკილებებით, ჩვენი მისწრაფებებით, ჩვენი ცოდვებით და ამ ყოფიერებაში ჩვენ ადამიანები მხოლოდ განსხვავებით ორი ძირითადი ნიშნულით. ეს არის ცოდვილები და ეს არის მონანული ცოდვილები, ხო და ეკლესია არის კრებული მონანული ცოდვილები და თუ ვინმეს თავისთავი გონია რომ ის არ არის ცოდვილი და არ საჭიროებს სინანულს, მაშინ ესეთი დიახ, არ საჭირო არც სინანულს, არც განკურნებას, არც ესე იგი რამეს უფლის შეწევნას, არის უკვე სუფთა და წმინდა, მაშინ ისეთი ადამიანების ადგილი ეკლესიაში არაა, უბრალოდ შეიძლება პირდაპირ ხატი დავწეროთ იმგენიდან სიცოცხლეში, რომ წყალებში ვამბობ, რა თქმა უნდა. სახარებაში მხარეს მოგეუბნება, როცა ესენებნებიან წიგნებად და ფარისევლებს, ჩვენ ცოდვა არა გვაქვსო და მართლები ვართო და მე თქვენ თავში ვერ ხედავ მართალცო, მაგრამ კი ბატონო, მე ამათვის მოვედიო, ცოდვილთათვის მოვედი, მოწოდებათ. კი ბატონო. ესე იგი, ამიტომ და ჩათვალო, რომ მე ყველაზე მეტი ცოდვილი ვარ, რომ შენ უფალმა მოგიწოდოს, როგორც ამ განღრევებს, ხო? ამ ყველაფერს ეს რაც ვილაპარაკე საჭიროა სულიერი ცხოვრება ამისათვის რომ ეს გაიგო და სხვათა შორის შეიძლება ადამიანი არ იყოს წვენაში ესეთი ესე რო ვთქვათ ყარად, მაგრამ ის სულიერი ადამიანი გახდეს და მან გაიგოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ არის ძალიან ბევრი ეკლესიაში დადიან და აგერ ახლა მისი არ იყოს პარალელს გეტყვია რომ მე 38 წელის ორწმუნე ვარ, 40 წელია სანთელს ვანთებში რას ვასწავლი და ასე შე 30 წელია მუხს ვიჩოქები და იგივე საკეთებს და ასეთი არ იყო ეს კაცი, ეს დავრდობელი. აქ არის ნაჩვენები, როგორ შეიძლება იყო ადამიანი ჭირვეული, მაგრამ სულიერად უფალთან მიახლების გზაზე მდგარი. ესეთი გზა არის ნაჩვენები და თუ კი ინებებს უფალი და შეგვეხება ბოლოს ჩვენ და მოვა და გვეტყვის ადექი და აღიღე შენი ცხედარი და იარეო ამაზე დიდი მოწოდება რა უნდა იყოს და რომელმა შაბათმა რომელმა რა ქვია წეჩვეულება უნდა გაგვაჩეროს მაგ დროს ხო მამო შეხედარი რომ წარმოვიდგინოთ მამალაზარ ასე რო თქვათ ადის კიბე ზეცაში ხო და ამ კიბეს მარტო ერთი კიბე არ არის ეს არის უამრავი კიბე ასე რომ ვინც ვერ ადის იქ შენ ვერანაირად ხეს ვერ შეგიშლის შენი გზა გაქვს შენი ერთმენა გაქვს და თუ როცა ზეცაში ავართ ამას გვეუბნებიან წმინდა მამები იქ არ იქნება სხვაზე საუბარი ვინ როგორი ცხოვრა რა გაკეთა იქ იქნება მარტო შენზე და შენ პირად ცოდვებზე საუბარი ამიტომ გამოდის რომ ჩვენ სირგლივ ერთადერთია რითი ცხონდები სხვას მიეხმარო და სხვისი განკითხვით ჩვენ ვერ ცხონდებით როგორც თქვენ ბრძანეთ ზოგი უკვე 30 წელია ტაძარში დადის და ისიც ვერ გაუგია ტაძარში რატო დადის რა მოწოდება მისი ღმერთმა რისთვის მოგიწოდა თელ კაცობრიობას რომ ერთი გვითხრა სხვებით ჩაასესხებენო წარმართებეცო სხვებით ეხმარებიან ერთმანეთსო მაგრამ მე გეტყვითო თქვენცო ხო ახართო მაშინ რა განსხვავებაა თქვენ შორისო და მე გეტყვითო რა უნდა იყოს განსხვავება და აქ არის ზუსტად ის ჩადებული გიყვარდეს მტერი შენ და ლოცულობდე მისთვის ჩვენ აგერ მოყვასი არ გიყვარს და განმეკითხავთ ხო მტერს თავი დავანებოთ და მე რეგონიათ რომ ისინი ყველაზე მეტი გამორჩეული და წმინდა ქრისტიანები არიან არა არის ხალხის კატეგორია რომელიც ცდება და არის ხალხის კატეგორია რომელსაც ეს ასე აწყობს და მათ გამოსწორებას აზრი არ აქვს მადლობა მამალაზარე და ჩვენ ხათ 10 წუთი გშობა სანამ გადაცემას დავამთავრებთ და მოდი დღეს ვიცით რომ დღესასწაულია ანდრია პირველწოდებული ხსენების დღეა და მოდი ამ თემას შევეხოთ ახლა და მიულოცოთ კიდევ ერთხელ ჩვენ პროგრამებს წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული რომელიც პირველწოდებულად იწოდა გამომდინარე იქიდან რომ უფალმა მას პირველად მოუწოდა სახარებაში პეტრე მოციქული გავხდათ მისი ძმა და მასზე ადრე დაუძახა და აქედან გამომდინარე პირველად მოუხმო ანდრია წმინდა ანდრია მოციქულს შეგვეწიოს მისი მეოხება მადლი ამენ გარდა ამისა ჩვენ გვაქვს წილხდომილობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედისა და ეს ორი დღესასწაული არის ერთმანეთთან დაკავშირებული
იქედან გამომდინარე, რომ წევრთომილების შემდგომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აქ ვერ წამოვიდა და წამოვიდნენ მოციქულები და მათ შორის ჩვენ ვართ წმინდა ანდრია მოციქულის ბრჭყალებში მონადირებული ქვეყანა. პირველად ის შემობრძანდა დიდ აჭარაში და იქ ცნობილი არის აწყურის ღვთისმშობელის ხატია, მე მგონი ესე მახსოვს და აღძანა ეს ხატი, შემდგომ ის წავიდა ესე ჩვენი მიწიდან, მაგრამ ჩვენ ვართ ესე იგი მოციქულთა ფეხით, ესე რომ ვთქვათ, მოქცეული ერი. და გამომდინარე აქედან მოციქულების წირღთომილობაცაა ჩვენთან. ვიტო ვიწოდებით სამოციქულის ღვთისმშობლის, დედა ღვთისმშობლის მეთაურობით, ესე რომ ვთქვათ და შემდგომ ახლა სრულიად მონათლა ერისა და აბსოლუტური გაქრისტიანება უკვე წმინდა განმანათლებელი ნინო დროს მოხდა. დიახ, მოციქულთა სწორის მიერ მოხდა. აი ეს არის ესე რომ ვთქვათ დღესასწაული არის ორი დღესასწაულის თანხვედრი დღე არის. წმინდა ანდრია მოციქულისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობისა და წირღთომელობის დღესასწაული არის და ამდენადაც მე მახსოვს და არ მეშლება დადგინდა 2018 წელს სინოდის გადაწყვეტილებით და შემდგომ მთავრობამ გაიზიარა და ეს საყოველთაო დღესასწაულად ჩამოყალიბდა და დაწესდა. ძალიან კარგია თუკი დღესასწაულებს ჩვენი ხალხიც და რა ვიცი მთავრობას და მხედრობაც გავერთიანდებით და საერთოდ სამაგალითოდ მოყავთ ესეთი რაღაცეები უცხოეთიდან, რაც არ არის სამაგალითო, მაგრამ ძალიან კარგი და კარგი წესჩვეულება აქვს იქ კვირა დღეს აბსოლუტურად მაქსიმალურად ყველა ცდილობს რომ დაისვენოს, უფალს მიაგოს შესაფერი პატივი და კარგი იქნება ეს თუკი გადაღებული იქნება, როგორც აი ხოსრულდება ეს ანდრია პირველწოდებულის დღეს, ესე რომ ვთქვათ, სიხალვათია ქალაქში, ყველა ცდილობს რომ ტაძრებში წავიდეს და დაისვენოს და აქედან გამომდინარე თუ ეს იყო დიდგანვე ჩვენთან. ასეთივე დღესასწაულის სახით თუკი ჩამოყალიბდება ხალხში კვირა დღეც იქნება ძალიან კარგი. სხვათა შორის ვინც არიან აი კომერციული ინტერესები, ვისაც გააჩნია, ვინც არიან, ცდილობენ რომ ეს გააკეთონ და გაატარონ. ცოტა რთულია თუკი ესე რომ ვთქვათ, სახელმწიფო დონეზე არ არის ეს აყვანილი, მაგრამ ამით ადამიანი კვირის პატივისცემასაც ისწავლის. სხვათა შორის ეს ძალიან მომწონს მე იქ, სადაც გახდით და ვნახე, რომ ცდილობენ იმ დღეს უფალს პატივი მიაგონ და თვითონაც დაისვენონ. ვინ როგორ, რა თქმა უნდა. ვინ როგორ. ხო, გილოცავთ ყველა, გილოცავთ მომავალებთან ერთად. ვინცოცლად, მადლობას ულოცავ ამ დღესასწაულს. ჩვენ მეუფეს მიულოცოთ, ქოთალთელგანათელ მიტროპოლიტ იოანეს დღევანდელი დღე. თუ დაწყებით თუ არ მიულოცოთ, დასასრულში მაინც ვიქონიოთ ნამუსი და მოულოცოთ მეუფეს დღევანდელი დღესასწაული და ყველას გილოცავთ და ჩვენ გვაქვს საოცარი ესე რომ ვთქვათ შეწევნა გვაქვს ჩვენ, რომელიც რა თქმა უნდა ღმერთით აგვაქვს დამსახურებული, თორემ ჩვენ თვითონ არ დაგვიმსახურებია, ესეთი სულიერი ბექგრაუნდი გვაქვს ჩვენი წასული მოციქულების, წმინდა მამების, მოწამეების, ჩვენი წინაპრების სახით. მათი დამსახურება ზუსტად. მათი არა მარტო დედა ღვთისმშობლის წირღთომილობა რა დღეს მხოლოდ ეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს თავისთავად, მაგრამ ჩვენ დავდივართ ჩვენი დიდი წინაპრების მიწაზე, სადაც დადიოდა ჩემი მამა, ჩემი პაპა, მამის მამა, პაპის პაპა, ჩემი ბებია, ბაბუა და ეს მიწა არის ესე რომ ვთქვათ ანთებულია მათი სულებით და იმ ხალხით, ვინც ამ მიწაზე ბინადრობდა და შეძლების დაგვარად ღმერთის წყალობით ქრისტეს მსახურებდა. ესეთი
დიდი ერის შთამომავალი ვართ ჩვენ იმ ხრივ რომ მხოლოდ წმინდანები რო გვყავს კი არა მფარველად არამედ ჩვენი უშუალოდ ჩვენი გვარის წინაპრები რო გვყავს ისინი ძალიან დიადი ხალხი იყო და შეიძლება ბებიები გავიხსენოთ ბაბუები გავიხსენოთ მათ კიდევ თავიანთი წინაპრები მახსოვს მე როგორ ახსენებდნენ და ესეთი ხალხი შთამომავალნი ვართ ჩვენ ქართველები და ესე თუ მოციქული ამბობს თუ გინდათ იქადოდეთ მხოლოდ ჯვარით ქრისტესით იქადოდეთო და მე თუ ვიტრაბახებ ვიქადი ჩემი წინაპრებით მხოლოდ იმ სახით ვიქადი რომ ისინი იყვნენ ამ ჯვარის ერთგულნი და მიმდევარნი და შეძლებს და ქრისტეს ემსახურებოდნენ და ამ ერის შვილი ვარ და შთამომავალნი ვართ ჩვენ. მაგრამ ეს ნათლად ჩანდა, მოდი ახლა ჩვენი გადაცემას დავამთავროთ და ბოლოს სიტყვას ვიტყვი, რომ თუ მინდა ამის დიდი მაგალითი იყო, გვახსოვს ყველას ეს აბედეთი კოვიდი რა დღეში ყავდათ ხალხი ჩაყენებული და ხო როგორ ატყუებდნენ ადამიანებს, როგორ არასწორად კურნალობდნენ და კლავდნენ ადამიანებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და როგორ მედგრად დადგა ჩვენი პატრიარქი დიდხან გვიცოცხლოს იგი ღმერთმა და ქუთაისში გაიანათის ეპარქიას ჩვენი მეუფე. აი ამის წინ მეუფეს ვსაუბრობდით ასე და უთხარი მეუფე არ ვიცი ახლა თქვენ იმ ხლა იმედი იყავით თქვენ მაშინ იმ პერიოდში ჩვენთვის იმიტომ რომ თქვენ გაგვიძეხით და ჩვენ გამოყევით რომ იმ ხლა ქვეყნებში ტაძრები დაიკეტა საბერძნეთშიც კი და ჩვენთან ტაძრები არ დაკეტილა რაღაც 1-2 გამოკლების გარდა და ეს მათი დამსახურება და ღმერთმა დაგვილოცოს ისინი წინამძღვრება და დიდხან გვიცოცხლოს ამინ ამინ სხვათაშორის თქვენ ეს აღნიშნეთ საქართველოს სინამდვილეში და ამას აღნიშნავენ დღესდღეობით უცხოეთშიც მაგალითად საბერძნეთში საუბრობენ იმის შესახებ რომ საქართველოს ეკლესიის და კრებულმა და ეკლესიის მრევლმა დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინა ჩვენი პატრიარქის დამსახურება და ჩვენი მეუფეს პატივსაცემად რომ აყურებლებო პირველ რიგში მადლობა მამაო მობრძანებისთვის გადაცემაში მონაწილეობისათვის და დავიმშვიდობოთ ჩვენ ტელემაყურებლებს გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე